დარბაზის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი აინთება და მას ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის ოქროს თაობის სოლისტის ბატონი ომარ ხუბაევის სახელი და გვარი დაეწერება. სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ საქართველოს დამსახურებული არტისტი, როგორც უკვე აღნიშნეს, სამხრეთ ოსეთის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბატონი ომარ ხუბაევია დღეს ჩვენთან ერთად და მასთან ერთად ასევე ოქროს თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ასევე ლეგენდარული ომარ ხეიძე. დილამშვიდობის ორივე ომარი. მე გადაწყვიტე ასე ბატონებო ომარ. ბატონებო როგორც ილომ თქვა რეკლამის დროს. თუმცა ბატონმა ომარ ხუბაევმა თქვა, რომ დაგვიზახეთ ბატონი ომარი და ბატონი ომარი უმცროსი. კი ბატონო. ძალიან გვეხარია რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მე მინდა რომ თქვენგან დავიწყო საუბარი, ომარს რომ ვიტყვი, უკვე ორივეს რეაქცია ექნება აქედან გამომდინარე, თქვენ შემოგხედავთ ახლა. ალბათ მართლაც განსაკუთრებული შეგრძნება ის, როდესაც ხარ ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის მით უმეტეს პირველი თაობის წევრი და სოლისტი და ეს ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო თავის დროზე და რაღაცნაირად ალბათ განსაკუთრებული შეგრძნება ახლა, როდესაც ეს ყველაფერი უკვე ეს აღიარება დღეს ყველასთვის ხილული უნდა გახდეს. თქვენი რეაქცია როგორი იყო, როდესაც გითხრეს, რომ იხსნებოდა თქვენი ვარსკვლავი, გაგიხარდათ რაღაცნაირად რას გრძნობდით იმ დროს? პირველად როცა მითხრეს, უნდა გითხრათ სიმართლე, რომ მეგონა ალბათ ხუმრობა. მაგრამ თურმე სინამდვილე ყოფილა. ეს რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ნდობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, აქვე მინდა აღვნიშნო კულტურის სამინისტროს, კულტურის პალატას, დიდი მადლობა ქალაქის მერიას და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, მის ხელმძღვანელს ბატონ დიმიტრი სანაკოეს, რომ ასეთი ნდობისთვის, ესე გვერდზე დგომის აღიარებისთვის. ისე ერთი რამე მაინტერესებს, რომ პრინციპში ორი რაღაც გამოდის, რომ მაინტერესებს. ერთი რითი გამოირჩევდა თქვენი ცეკვა? ყველა მოცეკვავის რაღაც თავისი ხელწერა აუცილებლად გააჩნია და ინდივიდუალიზმი. ხშირად ხანდახან შეიძლება ნასწავლი არ იყოს, თვითყოფადები იყვნენ. ხოლო ქალბატონი, რა თქმა უნდა, ნინო და ილიკო არ ცდებოდნენ, თქვათ, ტალანტის შერჩევაში. როგორც გლეხურად ვიტყვი, კოჭებშივე ამჩნევდნენ. შესაბამისად, თქვენ როგორ შეგიძლიათ ახლა აქეთა გადმოსახედიდან შეაფასოთ, რით იყო გამორჩეული ომარ ხუბაევის ცეკვა და რის გამო აიყვანეს ეს? ბატონო, მე მაშინ თავიდან ვიტყვი. ეს იყო დაახლოებით 1968 წელი, როდესაც კონკურსი გამოცხადდა საქართველოში პროფესიონალებს შორის ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი. ეს იყო ოპერის თეატრში. 3 ნომინაციაში იყო მაშინ წარდგენილი მედლები. ეს იყო ქართული, ვიცით ქართული, ეს იყო ოსურის დუეტი ცერზე რომ იცეკვება და ეს იყო მთიულური, ესე იგი დუეტი, ყაზბეგური. ესე იგი მაშინ მე ცეკვავდი ჯანო ბაგრატიონთან, ჯანო ესე იგი დღევანდელი ერისიონი. დანარჩენი სუხიშვილები იყვნენ სულ ყველა, ესე იგი ყაზბეგურში აიღო ამ ნომინაციაში ოქროს მედლები ჯემალ ნარუზაშვილმა, ჯუმბერ ბერაძემ, ქართულში ფრიდონ სულაბერიძემ, იამზე დოლაბერიძემ და ოსურში მე მომწეს ოქროს მედალი. და იქვე მითხრა ოპერის თეატრში მითხრა იქვე ილიკომ, რომ მოხვალ შვილო ჩემთან, მოვალ აბარასთვის და ვინაირებით. მე ასე დაიწყო თქვენი ურთიერთთანამშრომლობა, ხო? ესე ჩემი მე მაინც იყო ტრუკაჩევს ვეძახეთ და არის ცერისტი. მე ცერისტი ვიყავი, ცეკვავდი ცერზე, თუ კი რამე საცეკვი იყო. თან ძალიან ლამაზი შესახედია ეს ყველაფერი კი და საკმაოდ რთული, ახლა ვინც იცის ქართული და მით უმეტეს ის სირთულეები, რაც ამ ცეკვასთან არის დაკავშირებული, მიხვდება ახლა რაზე არის საუბარი. ბატონო ომარ, ილომ როგორც აღნიშნა, თითოეულ თქვენთაგანს მოცეკვავეებს ჰქონდათ თქვენი ხელწერა და ინდივიდუალიზმი. მე მინდა რომ ამჯერად თქვენ შეაფასოთ ბატონი ომარის ცეკვა. რა იყო მასში ის განსაკუთრებულობა, რამაც გამოარჩია ამდენი მოცეკვავისგან დღეს? კი ბატონო, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ნინო რამიშვილმა და ილიკო სოხიშვილმა ეს ერის გაპნეული მარგალიტები, რომელიც მიმოფოტოებული იყო სხვადასხვა ქორეოგრაფებიდან ამოწეული, ეს თავი მოუყარა ერთად. თავისი ნოვაციებით გაამდიდრა ეს ოქროს თაში, თავისი ყულაბაში, მერე თვითონ მოცეკვავები თავის ნოვაციებით ამდიდრებდნენ ანსამბლის ამათოი ნომერს და შესრულებით. რა იყო იცით, ანსამბლი იყო ტალანტთა კრებული. იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო.
ძალიან რთული იყო. მე ახლა 8 წელს იყო ანსამბლი მე რომ მემიწვიეს და 30 წელიწადი ვიყავი და ვიცი რომ როგორი სტრუქტურა იყო, როგორი იყო ვინმეს რა ყვანა და ასე შემდეგ. ესენი ძალიან გამორჩეულები ხდებოდა ნავსავში. და აი სწორედ აი ამ გამორჩეულებთან შორის მოხდა ომარი ხუბური. რჩეულებია უკვე ფაქტობრივად. რჩეულები, დიახ, რჩეულები და ამიტომ იყო და გამამდიდე რომ მე თვითონ თავისი შემოქმედებით, იცი რა არის ანსამბლი თვითონ ნინო რამიშვილი და ელიკო სოფეშვილი გაძლევდნენ უფლებას, რომ შენი რაც შენ შეგიძლია და რაც შენ ბუნება და დაგაფერტყა ბუნებამ შენი მონაცემები გამოგემჟავებინა და ამის უფლებას გაძლევდნენ და სწორედ აი ამ მომენტში ნახეს ომარ ხუბაევი და ჯერ ნახეს როგორი შეხედულების არის. აი ეგ მინდოდა ეხლა თაკო კარგად დაუკვირდი კარგად. ახლა მითხარი ამ ადამიანის წინაშე ჩვენ ვართ ყველანი ღლაპები. აღარ არიან ასეთი კაცები დაუკვირდით. ისეთი მამაკაცური ადამიანები აღარ არიან. ეს დღემდე არაჩვეულებრივ ფორმაში. ბატონო ომარ, აუცილებლად უნდა გითხოთ იმის შესახებ ვიცით რომ ვარსკვლავის გახსნამდე გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქვეყანაში არსებული აკადემიური სახელმწიფო ანსამბლები მიიღებენ, ასევე ჩრდილოეთ ოსეთიდან მოწვეული კოლექტივები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ალბათ ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე ქართული ნაციონალური ბალეტის დღევანდელი თაობა, დღევანდელი სუხიშვილები, ანუ თქვენი მემკვიდრეები ფაქტიურად. საინტერესოა ისინი თუ იცით და თუ გაქვთ ინფორმაცია, რაც საკვით მოგელოცავენ ამ თარიღს. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი რეპეტიციის შემდეგ სუხიშვილების მოვიდა ჩემთან და ეხლა ხდება. და ბატონო ომარო მე მივხვდი რომ გავიგეო, საიდან გავიგეო რომ ვარსკვლავს გიხსნიან. იქ დაფაზე გამოკრული არის სუხიშვილების გეგმა ხომ აქვს ყველას თავისი გეგმა როდის რას ატარებენ კონცერტს თუ რა. და იქ წერია ომარ ხუბაევი მიპატეჟება. ეგ მიპატეჟება ოსური ცეკვა, იგივე ხონგა კაფს ეძახით და ამით წარზიებიან სუხიშვილები. ოი, ესე იგი ანუ ფაქტიურად სიურპრიზი არის, თქვენ უკვე იცით. არ არის, კი. ისე რა ეს მოვიდა ჩემთან არალეგალურად რა ის არა. ჩემ ძირითადად ცეკვების უმეტესობა რამდენადაც მივხვდი ოსურთან იქნება დაკავშირებული თუ არა? არა, აქ სხვადასხვა კოლექტივებია წარმოდგენილი, იცით ალბათ, აჭარიდან არის სახელმწიფო ანსამბლი, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი, სუხიშვილები არის, ერისიონი ვიცი რომ საგასტროლოდ მიემგზავრება და იმიტომ ბატონ ჯემალმა თქვა რომ ხო წავიდნენ კი და მთელი ელიტა ქართული ქორეოგრაფიის იქნება. აი მე ძალიან გამიხარდებოდა ბატონო ომარო შესაძლებლები ყოფილიყო ჩერკეზეთიდან რომ ჩამოსულიყვნენ ასევე და სხვა ჩრდილოკავკასიური ქვეყნებიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო ხა მე ნახევრად ჩერკეზი ვარ და იქაური ცეკვა მინახავს გავს ძალიან მოსურს სხვათა შორის და ხო არ გიცდით ესე ჩერკეზული ცეკვის ისა ეკვა კიდად გითხრათ ყველაფერი მაშინ თავიდან დავიწყოთ. არა, თავიდან მაგას ნეტა შეგვეძლოს ბატონო ომარ დილამდე ესე ვისაუბრეთ. სუხიშვილების შემდეგ მე რომ უკვე მივდიოდი ვიფიქრე უმაღლესი მინდა და უმაღლესში ჩვენგან სუხიშვილებმა ბევრი სწავლობდა, მაგრამ მე როცა არჩევანი ხდებოდა მაშინ იმ დროისთვის რომ ან სუხიშვილები უნდა ყოფილიყო ან უმაღლესი და როგორ ფიქრობთ რომელს არჩევდნენ? რა სუხიშვილი ხო და მე ასე იყო და მე ვლადიკავკაზში ჩავაბარე მე ეკონომიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული აგრარული უნივერსიტეტია და იქ შევქმნი ანსამბლი რომელსაც გორეცი ქვია ეხლა დღესაც დიდი წარმატებით მოგზაურობს და არის წარმატებული ანსამბლი გორეცი ამის ხელმძღვანელი ვიყავი დაახლოებით 10 წელიწადი თან იქ ვსწავლობდი თან ეს ანსამბლი მიყავდა ამის შემდეგ კიდევ იყო სახელმწიფო თეატრი იყო ესეთი სინთეზი იყო თეატრი როგორ ვითხრათ ცეკვა იყო მოჯერითები იყვნენ მსახიობები იყვნენ მთელი სპექტაკლი იყო შოუ იყო კი თეატრი იმის მთავარი ბალეტმეისტერი ვიყავი აქაც და გორეცშიც მე ვყავდნენ ჩეჩნებიც მე მყავდნენ ინგუშები და მე მყავდნენ ჩერქეზები, ყაბარდოელები კი. აღიარეთ, ბატონო, ძალიან ლამაზი ქალები. ახლოსაა. ყველაზე ლამაზი ქალები გითხარით, ახლა ეგეთი მამაკაცური ბრძანდებით მთელი ეს ახალგაზრდობა დარწმუნებული ვარ, რომ გიждდებოდნენ ისინი, და რა მაინტერესებს. ყველაზე ლამაზი ქალები თქვენი აზრით, ახლა რო არაწყინებთ, ვიცი, მაგრამ მაინც რომელ კუთხე. ჩერქეზებს არ ყავთ? ესეც აღიარებული არ ვიცი. ახლა გითხრათ ესა კავკასიაში რა ჩრდილო კავკასიაში
ასე იტყვია ხომ, ესე იგი აბარდოელი ცხენი ინგუში ქმარი და ასეჭის ჟენში მაგრამ ყველა ერში არის აი აქენა გამორჩეული კავკასიელები ვიცით რომ ქალები არიან დახვეწელი ძალიან დახვეწელი და ძალიან ნუ შევადარებთ ერთმანეთს ჩერქეზი ხარ ახლა დეგრადაცია ახლა რა გახდა კარგი მანგარი მანქანა ერთი ნატაშა და ლენა და მესამე იყო ბასეინი მაგრამ ერთს გეტყვით კიდევ სადაც ჩვენ მოგზაურობდით რამდენი ქვეყანა აგერ ერთად შემოვიარეთ ჩვენ ქალებს უყურებდა როგორც არა მიწიას უყურებდა ესეთი რა ხან ქალებს შევეხეთ ბატონო ვარ ბოდიშო გაწყვეტინებთ მაგრამ მე ვეღარ ვითმე რომ ნახოთ ეს ჩვენი ბატონი ომარის ანსამბლი ნართებია დღეს ჩვენთან ერთად და საცეკვაო ნომერს ოსურს სწორედ ისინი შემოგთავაზებენ ახლა ვნახოთ მაშინ და მაყურებელსაც მივცეთ აი ნახეთ რა ქალები მაშალა
ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ამის გაჩერდი. რეკლამა სასწრაფოდ მე ამას ვერ გადავიტან, სასწრაფოდ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ორშაბათს თქვენ გეულდებათ